გამარჯობათ. ბიოლოგიურ და ორგანულ სოფლის მეურნეობაში კატეგორიულად აკრძალულია როგორც შხამქიმიკატების, ისე მინერალური სასუქების გამოყენება. შხამქიმიკატების აკრძალვა ცალსახად გასაგებია და არავითარ კითხვებს არ იწვევს. შხამქიმიკატები, ჰერბიციდები, ფუნგიციდები, ინსექტიციდები ორგანულ მეურნეობაში არასოდეს არ უნდა დაუშვა. კონვენციურ სოფლის მეურნეობაში კი უნდა იყოს გაძლიერებული ტრენინგი და სწავლება. და როცა ქვეყანა გაძლიერდება და გამდიდრდება, მერე კონტროლიც. მანამდე კონტროლი მხოლოდ კორუფციის წყარო იქნება. მინდა გითხრათ. ეხლა ვისაუბროთ მინერალურ სასუქებზე. თუ შხამქიმიკატების გარეშე მცენარე იარსებებს შესანიშნავად, რა თქმა უნდა თუ მავნებელი არ დაესხათავს, სასუქში შემავალი ნივთიერებების საერთოდ რომ გავაქროთ, მცენარე ვერ გაიზრდება და ვერ განვითარდება. ანუ სასუქი პრინციპში მცენარისათვის საკვებს წარმოადგენს. ორგანულ მეურნეობაში ძირითადი სამი საკვები ელემენტის აზოტი, ფოსფორი, კალიუმი არ შეიძლება რომ მცენარეს მივაწოდოთ მინერალური ფორმით. თუნდაც ეს სინთეზირებული კი არა, ბუნებაში მოპოვებული იყოს. მაგალითად იგივე გვარჯილა ბუნებაშიც მოიპოვება. აბა საუკუნეების განმავლობაში დენდს როგორ ამზადებდნენ. მაგრამ გვარჯილაც არ არის ბუნებრივი გვარჯილას დასაშვები ბიომეურნეობაში. NPK აი ამ სამი ელემენტის მიწოდება კატეგორიულად აკრძალულია მინერალური სახით. ეხლა რა თქმა უნდა კალიუმის ან ამონიუმის გვარჯილის ან თუნდაც კალიუმის მონოფოსფატის გამოყენებისათვის არავინ არ დაგიჯერთ. მით უმეტეს რომ კონვენციალურ სოფლის მეურნეობაში ისინი დასაშვებია. მაგრამ მათი გამოყენება ავტომატურად ნიშნავს რომ თქვენ პროდუქციას ბიო ან ორგანული ვეღარ დაერქმევა და შესაბამის ფასადაც ვეღარ გაყიდით. თუ თქვენით დაარქმევთ, მომხმარებლის მოტყუებისათვის აფერისტის იარლიხს სამუდამოდ მიიწებებთ და შეიძლება პასუხისმგებლობას დაგეკისროთ, მაგრამ ეს იქნება პასუხისმგებლობა აფერისტობისათვის და არა კალიუმის გვარჯილის გამოყენებისათვის. ამ დროს მიკროელემენტების შემთხვევაში, როგორიცაა ბორი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი და სხვები, მინერალური მარილის სახით არც მათი გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ ხელატური ფორმით არის დასაშვები. მაგალითად ავიღოთ მაგნიუმის სულფატი, იგივე მაგნი SO4, რომელსაც მედიცინაშიც კი იყენებენ წამლად სუფთა სახით. სოფლის მეურნეობაში, უпростоრად ორგანულ სოფლის მეურნეობაში ეს არ დაიშვება, მაგრამ ხელად წარმოქმნილ აგენტთან ერთად კი ბატონო რამდენი ძგნებავთ. და ხელად წარმოქმნილი აგენტები, როგორიც არის ლიმონმჟავა და გლიცინი, ყველასათვის ხელმისაწვდომია. გლიცინის სწორედ იმ ამინომჟავა გლიცინზე ვსაუბრობ, რომელიც აფთიაქებშიდაც იყიდება. ხოლო ლიმონმჟავა სუპერმარკეტებში სავსე გახლავთ, ხომ? მათთან ერთად წყალში გახსნილი მაგნეზია, ანუ მაგნიუმის სულფატი დასაშვებია. ამ დროს აზოტი, კალიუმი და ფოსფორი ხელად წარმოქმნელებთან ერთადაც დაუშვებელია. აი კარგად დაუკვირდეთ, ის რაც მთავარია და ყველაზე მეტი ჭირდება მცენარეს, ისინი ხელად წარმოქმნელებთან ერთადაც არ შეიძლება რომ გამოვიყენოთ. ანუ კალიუმის ნიტრატი ლიმონმჟავასთან ერთადაც არ შეიძლება. აი მაგნი SO4, ფერუმ SO4, მანგანუმ SO4, H3 ბორო 3, ესენი დასაშვები გახლავთ. ანუ ძირითადი ელემენტები მცენარეს ორგანული სასუქის სახით უნდა მივცეთ. ნაკელი, კომპოსტი, თხევადი კომპოსტი, ბიოჰუმუსი და ასე შემდეგ უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად და აქ ჩვენ უახლოვდებით დილემას. საბოლოო ჯამში ამ ორგანული სასუქების დაშლისას ისევ კალიუმი, ნიტრატი და ფოსფატი მიიღება, რომელსაც ითვისებს მცენარე. ნაკელის ზედმეტად გამოყენებით ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია რომ ნიტრატებით დაბენზურებული პროდუქცია მივიღოთ, მაშინ რატომ გრძელავს კანონმდებლობა მინერალური სასუქების გამოყენებას. ოფიციალურად ამას ხსნიან იმ ფაქტით, რომ მინერალური სასუქის ნიადაგში შეტანა თან ხსნადი ფორმით აზიანებს ნიადაგის სასარგებლო მიკროფლორას, რაც სწორია. მაღალი კონცენტრაციის სწრაფი შექმნა არ არის კარგი სასარგებლო მიკროორგანიზმებისათვის. მაგალითად, ხსნადი ფოსფატის შეტანით ნადგურდება მიკორიზა,
რომელსაც არახსნადი ფოსფატები მცენარისათვის ხელმისაწვდომ ხსნად ფორმაში გადაყავს. თუმცა არსებობენ თხევადი ორგანული სასუქები, იგივე თხევადი კომპოსტი, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ, ასევე სწრაფად მოქმედებენ ისინიც და საკმაოდ მაღალ კონცენტრაციებს ქმნიან იგივე აზოტის და კალიუმის. მაშინ რატომ არ არის აკრძალული თხევადი ორგანული სასუქები? მე მგონი, რომ მინერალური სახით აზოტ, ფოსფორ, კალიუმის აკრძალვის მიზეზი არის სულ სხვა. პირველი ეს არის საზოგადოებრივი აზრი და ადამიანების ნაწილის შიში ყოველგვარი ქიმიურისადმი, რომელიც პირადად მე მიმაჩნია მცდარად, თუ რატომ ცოტა ხანში გაიგებთ. მეორე ეს არის კანონმდებლების და კანონდამცველების კომფორტი. მაგალითად, თუ კიტრში არის 150 მიკროგრამი კილოგრამზე ნიტრატი, რაც დასაშვებია, 400-მდე არის ნორმა. ამიტომაც 150 სრულიად დასაშვებია. შეუძლებელია იმის დადგენა, ეს ნიტრატი ნიადაგში იყო, რაც ასევე ბუნებრივი გახლავთ, გვარჯილიდან მიიღო თუ ნაკელიდან. ამიტომ ორგანულ მეურნეს თუ უპოვეს კალიუმის გვარჯილა თავის ახლკარში, ან თუ წაასწროს რომ ყიდულობს, თუნდაც გამოყენებული არ ქონდეს, მას სერტიფიკატს გაუქომებენ და ზუსტად მიხოს და არყის სახტელის ანეკდოტი რომ იყო, ის ვარიანტი გამოვა, მაგრამ ასია და მორჩა. ასე რომ, თუ თქვენ გასაყიდად ქმნით ორგანულ პროდუქციას, უნდა დაივიწყოთ ძირითადი მინერალური სასუქები, ხოლო მიკროელემენტები უნდა მიაწოდოთ მხოლოდ ხელატური ფორმით. უმჯობესია ხელატი თავად მოამზადოთ, ვიდრე იყიდოთ. დაახლოებით 100 ჯერ იაფი დაждდება. გქონდა ამის შესახებ ვიდეო. თუ სახლში საკუთარი ოჯახისათვის გინდათ და პროდუქციას არ ყიდით, მაშინ მინერალური სახით აზოტ, ფოსფორ, კალიუმის მიწოდებას არავინ არ დაგიშლით. ეს შესაძლებელია და სასურველიც არის. მე თუ მკითხავთ, ძალიან დიდ უპირატესობას იდენთ ბიომეურნეობასთან შედარებით. უпростоრად კომერციულ ბიომეურნესთან შედარებით. პირველი მინერალური სასუქი განსაკუთრებით წყალში გახსნილი და შესხურებით მიწოდებული მოქმედებს ძალიან სწრაფად. ზოგჯერ მცენარეს მწვავე დეფიციტი შეიძლება შეექმნას ასე, რომ სწრაფად უნდა მივაწოდოთ ის. ეხლა აზოტის ან კალიუმის მიწოდება ნაკელით, მულჩით, კომპოსტით ეს მოქმედებს ნელა. რჩება ან ნაყიდი თხევადი სასუქები, რომლებიც ძალიან ძვირია, ან თხევადი კომპოსტი სასწრაფოდ უნდა მოამზადოთ, რასაც 7-10 დღე სჭირდება მინიმუმ. აქაც არის ერთი მაგრამ. თუ ბიომეურნე ხართ, ჩემი აზრით, თხევადი კომპოსტი მთელი სეზონი უნდა მზად გქონდეთ. ერთი თავი საქმეა, მაგრამ მაინც ჯერ ერთი უფასოა და მეორეც სწრაფად გუჭდება, ამიტომ პერიოდულად უნდა მოამზადოთ. მეორე, შესხურებისას გამოიყენება ძალიან დაბალი კონცენტრაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარეს უბრალოდ დაუწყოთ და ვერანაირ მოსავალს ვერ მივიღებთ. ვერც კარგს, ვერც ცუდს. ასეთი სასუქის წვეთები ნიადაგზეც რომ დაეწვეთოს, ჯერ ერთი ძალიან ცოტა მიესხურება ნიადაგს, მეორეც განზავებულია და არაფერსაც არ დააშოვებს. ანუ რა მინდა ვთქვა, მცირე დოზებით ძლიერ განზავებული, შესასხურებელი ფორმით მინერალური სასუქების გამოყენება არანაირად არ გააუარესებს პროდუქციის ხარისხს, არც მის საგემოვნო თვისებებს, არაფერს დაუშავებს ნიადაგს. მაგრამ ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მცენარეებს სასწრაფო დახმარება სჭირდება. განა იმიტომ, რომ თქვენი პროდუქცია ცუდი ხდება, არამედ იმიტომ, რომ ამას გიგრძელავთ კანონი. კანონი ესეთია და კანონი კანონია. სიმართლე გითხრათ, ისეთი სიტუაცია საერთოდ არ მქონია, რომ მინერალური დამჭირვებოდა, მაგრამ არც გარანტია არ მაქვს, რომ ხვალ არ შემექმნება. ასეთნაირ პროდუქციას ორგანულად ან ბიოდ უკვე ვეღარ გაასაღებთ. ის შეგიძლიათ გაყიდოთ როგორც კონვენციალური სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თუმცა საცოდაობაა, მე თუ მგითხავთ.
საერთოდ კი, კარგი იქნებოდა თუ შემოვა რაღაც შუალედური სტანდარტი სოფლის მეურნეობის, სადაც დასაშვები იქნება მინერალური სასუქების გამოყენება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სინთეზური შხამქიმიკატების. ასეთ სტანდარტს რაღაც სახელი უნდა მოეძებნოს, მაგალითად ბიოლოგიურად დაცული პროდუქტი, მაგრამ ამაზე კანონმდებლებმა უნდა იმსჯელონ მთელ მსოფლიოში. ეს, ვთქვათ, ესეთი ვიდეოს საქმე არ არის. საფუძნიეროდ მინერალური სასუქი ნელ-ნელა ისე ძვირდება, რომ ეს თავად მწარმოებლები უწყობენ ხელს ბიოლოგიურ მეურნეობებზე გადასვლას თავის დაუნებურად. ნახოთ, იქნებ ეს ტენდენცია გაგრძელდეს. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.